გრძელდება კამბოჯაში მოგზაურობა. ამჯერად ქვეყნის ჩრდილოეთით დავიძარი. მომდევნო დღეებს ქალაქ სიემრიპში გავატარებთ. გზავრობას გზად 9 საათიანი შესვენების ჩათვლით დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ბილეთის ფასი კი 45-დან 70 ლარამდე მერყეობს. გზავრობის შემდეგ მივედით სასტუმროში, დავბინავდით და მალევე გასასეირნებლად ქუჩაში გამოვედით. როგორც აღმოჩნდა, ნამდვილ დღესასწაულზე მოხვდით. ირგვლივ ჟრიამულია და ცაზე ფეირვერკების კასკადი იშლება. ძალიან მომწონს ასეთი დახვედრა და მეც ყველაზე ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილისკენ გავემართე. როდესაც ვათვალიერებდი თუ რა უნდა მენახა სიემრიპში, ძალიან ბევრგან წავაწყდეს ინფორმაციას, რომ უნდა მოვსულიყავი ერთ განსაკუთრებულ ქუჩაზე, რომელსაც ეწოდებოდა პაბ სტრიტი, ანუ პაბების ქუჩა, სადაც სახელიც გვეუბნება, რომ არის არაერთი პაბი, ბარი, გასართობი ადგილები. ამიტომ, როდესაც სხვა სანახავ ადგილებს მორჩებით, საღამოს შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ, მივირთვათ კერძები, დალიოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ. მეც გავისეირნებ ამ ქუჩებში და ვაპირებ, რომ ერთით ადგილას ვივახშმოკიდეთ, ამიტომ გავიაროთ, ერთად ვნახოთ ეს ქუჩა და მერე ვახშაბზეც გეტყვით. ირგვლივ ტიპური აზიური ხმაური და ხალხმრავლობაა. ყველა ცდილობს თავისთან მიგიპატიჟოს ან რამე მოკიდოს. არ მეგონა თუ კამბოჯის ყველაზე კულტურული ქალაქი ასეთი ენერგიული და ქაოსური იქნებოდა. გადავწყვიტე ერთ რესტორანში შემოსულიყავი და მე ვახშმა. დღეისთვის შევუკვეთე ტრადიციული კერძი, ჩვენ გავსინჯეთ თევზის ლოკლაკი. და ახლა მომინდა დამეგემოვნებინა საქონლის ხორცი დამზადებული. საკმაოდ გემრიელად გამოიყურება და იმედი ასეც იქნება. ფასები რომ შევადარო, ფაქტობრივად ერთი და იგივე და არ არის განსხვავებული, თქვათ რაც იყო პნომპენში, კამპოტში და აქ ფასები იდენტურია. როგორც გითხარით, ძირითადად კერძები 6-დან 10 დოლარამდეა. გულისხმობ შედარებით მაღალი კლასის რესტორნებს. საკმაოდ მადი სამგზელოდ გამოიყურება, დავაგემოვნებ, შემდეგ ცოტას კიდევ გავისეირნებ და დავბრუნდები უკვე სასტუმროში. კერძი მართლაც საუცხოო გამოდგა, მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობამ საკმაოდ დაგვალა, ამიტომ სასტუმროში დაბრუნება ვამჯობინეთ. ძალებს აღვიდგენთ და ხვალიდან ახალი შემართებით შევუდგებით ქალაქის აღმოჩენას. გამოვედი ქალაქ სიემრიპში სასეირნოდ. ეს ქალაქი რა თქმა უნდა ცნობილია ანგკორ-ვატითა და მის გარშემო არსებული განსაკუთრებული ტაძრებით, მაგრამ სანამ იქ მოგზაურობის დრო დადგება, გადავწყვიტე ჯერ სიემრიპში გამელო და ასევე გარშემო არსებული საინტერესო ადგილები მომინახულებინა, რომელიც ძალიან მომეწონა. უშუალოდ ქალაქში საღამოს ვაპირებ კონკრეტული ადგილების მონახულებას, მანამდე კი მინდა რომ უბრალოდ გავიარო და აქაური ატმოსფერო შევიგრძნო. ხოლო ხვალიდან უკვე იმ ადგილებს გაგაცნობთ, რომელზეც უკვე ვზევით ვახსენე. სიემრიპი კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქია, რომელიც ანგკორის ტაძრების კომპლექსის, მათ შორის ანგკორ-ვატის კარიბჭედ ითვლება. აქაური ქუჩები დიდად არ განსხვავდება დედაქალაქისგან, თუმცა მასშტაბები უფრო მცირეა და გარემოც გაცილებით მყუდროა. ამინდი მოულოდნელად შეიცვალა. წვიმა დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ საღამომდე გასტანს, ამიტომ ქალაქში გასვლა საღამოსთვის გადავდე.
სიემ რიპი ითარგმნება როგორც სიამის დამარცხება, რაც შუა საუკუნეებში კამბოჯასა და სიამს, დღევანდელ ტაილანდს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახავს. თანამედროვე ქალაქის განვითარება მე-20 საუკუნის მიწურულს, წითელი ქმერების ეპოქის დასრულებისთანავე დაიწყო, რაც პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის ბუმს. ტურიზმი სიემ რიპის ეკონომიკის ხერხემალია. სამუშაო ადგილების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის. ეს ყველაფერი იგრძნობა კიდეც. ქალაქი მაქსიმალურადაა მორგებული ტურისტებზე, რაც აქ მოგზაურობას ბევრად მარტივს და სასიამოვნოს ხდის. ნახლა კი ერთი გამორჩეული ადგილისკენ მივემართები. როდესაც სიემ რიპში მოგზაურობას გეგმავდი, ტურს წავაწყდი, სადაც შესაძლებელი იყო გვენახა ტრადიციული ცეკვების შოუ. ბევრი არ მიფიქრია და დღევანდელი დღისთვის დავჯავშდე, მაგრამ როდესაც მოვედი აქ, დამხვდა ასეთი დიდი სივრცე. რა თქმა უნდა, ტურის აღწერაში ეწერა რომ შედედავ აღშამით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთ ხალხმრავალ სივრცეში აღმოჩნდებოდი. პირველი ის გავიფიქრე შემთხვევით შეცდომით ხო არ მოვედი მეთქი ადგილობრივ ქორწილში, თუმცა ჩვენი ადგილი ვიპოვეთ, რომელიც ყოფილა ასე სპეციალურად განკუთვნილი. ეგრეთ წოდებული შვედური მაგი და კვებასთან დაკავშირებით შევარჩიე რა თქმა უნდა ჩემი კვების რაციონით. წავიხებსებთ, ვივახშფებთ და უკვე 10 წუთშიც უნდა დაიწყოს შოუ. რა თქმა უნდა, მთელი მოლოდინი ამ შოუსკენ არის და ნახოთ იმედია მოგვეწონება. ტურის საფასური $20 და როგორც უკვე აღვნიშნე, ღირებულებაში ვახშამით შეეს. როგორც წესი მსგავს წარმოდგენებზე კერძების დიდი არჩევანი არ არის ხოლმე, თუმცა დღევანდელი საღამო გამონაკლისი აღმოჩნდა. სასმელების, ხილისა და დესერტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგვხვდა. მალევე სცენაზე მუსიკოსები გამოჩნდნენ და დაიწყო წარმოდგენა, რომელსაც აფსარა ეწოდება. ეს არის ავთენტური ქმერული ცეკვა, რომელიც მოხდენილი ჟესტებით, ტრადიციული კოსტიუმებითა და უძველესი მითოლოგიით გაჯერებული ისტორიებით გამოირჩევა. ეს კლასიკური შესრულება მითოლოგიას, სულიერ სიმბოლიკასა და დახვეწილ მოძრაობებს ერთ ულამაზეს კულტურულ სანახაობა დაერთიანებს. აფსარას ცეკვა სათავეს მე-15 საუკუნეების ანკორის ეპოქიდან იღებს და მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდუისტურ-ბუდისტურ მითოლოგიასთან. აფსარები ღვთაებრივი მოცეკვავეები და ციური ნიმფები ღმერთებსა და მეფეებს ართობენ. მათი ფიგურები ამოკვეთილი ანკორვატისა და სხვა ტაძრების კედლებზე, რაც ნათლად ასახავს თუ რაოდენო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მათ ქმერულ კოსმოლოგიასა და სამეფო კარის ცხოვრებაში. აფსარას კოსტიუმების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია. სამოსი შედგება ნაქარგი აბრეშუმისგან, ოქროსფერი აქსესუარებისა და გვირგვინებისგან, რომელთაც დეკორატიული ქამრები და სამკაულები ამშვენებს. თითოეული დეტალი ხელით არის დამზადებული და საკმაოდ მძიმეა, რის გამოც მოცეკვავეებს სლები სჭირდებათ, რათა ამ სიმძიმის მიუხედავად მოძრაობების სრულყოფილად ფლობა ისწავლონ. სულ ახლახანს დამთავრდა ეს წარმოდგენა და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იყო.
1 საათს გაგრძელდა და რამდენიმე განყოფილებისგან შედგებოდა. საერთო ჯამში რომ შევაფასო, ვფიქრობ აქ თუ იმოგზაურებთ, აუცილებლად უნდა იყოს ეს ტური, ვინაიდან სულ რაღაც $20 იღეს, კარგად ივახშებთ, შეგიძლიათ გაერთოთ, დატკბეთ აქაური წარმოდგენით და ისიამოვნებთ. ამ ქალაქში მოგზაურობისას წარმოუდგენელია ღამის ბაზარს არესტობრო და არც მე ვარ გამონაკლისი ამ შემთხვევაში. სწორედ ახლა გამონახე დრო იმისთვის, რომ აქ გამოსულიყავი, დავათვალიერო და თუ რაიმე ნივთი მომეწონება შევიძინო კიდეც. ჩემთვის აზიაში მოგზაურობა ძალიან ბევრ რაღაცასთან ასოცირდება და მათ შორის არის ეს ღამის ბაზრობებიც, ვინაიდან თუ რაიმე ყიდეს სურვილი გაქვს, აბსოლუტურად ყველაფერს აღმოაჩენთ, საკმაოდ მიზაღებასად. თუ თავიდან ისეთ ხაზს გეტყვიან, რომ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა შევაჭროთ და ძალიან ხშირად 5-ჯერ, 7-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ ნაკლები თანხაც კი გადაიხადოთ თქვენთვის სასურველ ნივთში. კომპანიის ღამის ბაზრისგან ძალიან განსხვავდება, ვინაიდან ბევრად დიდია და რასაც უყურებ, რომ დიდი არჩევანი ყველანაირი სახის სუვენირია, ტანსაცმელი ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, მოკლედ თუ რაიმე კიდვის სურვილი გექნებათ, უნდა მოხვიდეთ აქ, ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერს მიაგრებთ, რაც თქვენ გენდობებათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ადგილი არ მომინახულებია, ვფიქრობ, მაინც ძალიან საინტერესო და დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა. თუმცა მთავარი თავგადასავალი ხვალ მელოდება. იმედი მაქვს, ხვალინდელი დღე ისეთი შთამბეჭდავი იქნება, როგორცაც ველოდები. სიემრებში მოგზაურობისას რაც არ უნდა გამოგჩეთ არის ეგრეთ წოდებული მოდიუტირე სოფლების მონახულება, რომლებიც ტბა ტონლეს საფში მდებარეობს. ტური დავჯავშნე ონლაინ, ერთ ადამიანზე გადავიხადე $20 და ამ საფასურში შედის სასტუმროდან მოსვლა ამ ადგილას, საიდან თქვენ ნავის ტურით გავემართებით ამ სოფლისკენ და ძირითადად ტრანსპორტირებები. დაახლოებით 40 წუთში მოვედით სადგურზე, ახლა ჩვენი გიდი ყიდულობს ბილეთს, რომ ამ ნავით წავიდეთ და ერთად აღმოვაჩინოთ ეს საინტერესო სოფელი. მიუხედავად იმისა, რომ ანგკორ-ვატის კომპლექსი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტონლეს საპის ტბა და მასთან დაკავშირებული ტურებიც საკმაოდ მოთხოვნადია. როგორც ჩვენმა გიდმა გითხრა, დღეს შედარებით ნაკლები ხალხია, რაც საშუალებას მოგცემს ყველაფერი უფრო მშვიდად და გულდასმით დავათვალიეროთ. მალე ამოვიდით კუთვნილავში, დავიკავით ადგილები და მივემართებით უკვე სოფლისკენ. როგორც ჩვენმა გიდმა გითხრა, დაახლოებით 15 წუთი დაგვჭირდება პირველ ადგილამდე და ძალიან სასიამოვნო აქ გადაადგილება, ვინაიდან როდესაც ასეთ კარგ ამინში საკმაოდ ცხელა, სასიამოვნო ნიავიქრის, გარშემო ეს ნავები ძალიან უხდება აქაურებას, ვინაიდან წყალზე მოტივტივე ეს მწვანე ბუჩქები, სფერადი ნავები, სასიამოვნო ნიავი, ძალიან კარგი კომბინაციაა. და ჩვენ კი ვნახოთ წირა გველოდება. ტონლეს საპი კამბოჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური და კულტურული საგანძურია. აქ ასობით სახეობის თევზი, ნიანგი, კუ,
ფრინველი და იშვიათი ძუძუმწოვარი ბინადრობს. ეკოლოგიური მნიშვნელობის გამო 1997 წელს იუნესკომ-ის ბიოსფერულ რეზერვატად გამოაცხადა. ტბის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე კომპონგ-ფლუკი, სადაც ჩვენ მივდივართ, რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. მისი სახელი ეშვების ნავსაყუდელს ნიშნავს, რაც მის ისტორიულ კავშირს ასახავს ხეთყით ვაჭრობასთან. სოფელი ცნობილია თავისი მცურავი და მაღალ ძელებზე შემდგარი სახლებით. პირველი განჩერების ადგილზე არის ესეთი შემოთავაზება, რომ ვისაც სურს კანოეთი გასეირნება $5.50 დღეს, ან თუ ორი ადამიანი ხართ, $11 შეგიძლიათ გაცუროთ. ჩვენს რა თქმა უნდა უკან არ დავიხიეთ და ამ საინტერესო თავგადასავალს არ გამოვტოვებდით. არაერთხელ მიმგზავრია მსგავსი ტრანსპორტით ასეთ ადგილებში და ძალიან მიყვარს. როცა მაქვს შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობ, რომ გამოვიყენო. ერთ ქალბატონს მიყავართ დანიშნულების ადგილამდე და ისეთი ადგილია, მხოლოდ ჩუმადყოფნა რომ არის საჭირო და გარემოთი დატკბობა. ამიტომ მეც ახლა მორჩები გადაღებას და შევეცდები, რომ ეს დრო რაც მაქვს აქ გასატარებელი, მაქსიმალურად შევირგო და დავტკბე ამ საოცარი სიმშვიდით. კომპონგ-ფლუკი სამი ძირითადი სოფლისგან შედგება, რომლებიც მაღალ ხის ბოძებზეა აშენებული. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 6-დან 10 მეტრამდე აღწევს. წვიმების სეზონზე, როდესაც ტბის დონე მკვეთრად იმატებს, ბოძები სახლებს წყლის ზედაპირის ზემოთ ინარჩუნებს. მშრალ სეზონზე კი, როცა წყალი იკლებს, ეს გიგანტური ბოძები სრული სიმაღლით მოჩანს. ამ სოფლის ერთ-ერთი უნიკალური თავისებურება მის გარშემო არსებული მანგროს ტიპის დატბორილი ტყია. წვიმიან სეზონზე, როცა ხეები ნაწილობრივ წყალშია ჩაძირული, ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტერიტორია პატარა ნავებით დაათვალიერონ. ეს ტყე უამრავი სახეობის თევზის, ფრინველისა და ველური ბუნების სხვა წარმომადგენელთა თავშესაფარია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ტონლეს აპის ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. ზოგიერთი სოფელი წყლის სეზონურ მატებასთან ადაპტირებას გადაადგილებით ან მცურავი კონსტრუქციების მეშვეობით ახდენს. აქ შეხვდებით მცურავ სკოლებს, ბაზრებსა და ტაძრებსაც კი. კომპონგ-ფლუკის მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო თევზჭერაა, განსაკუთრებით წყალდიდობის სეზონზე. მშრალ პერიოდში კი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, აკვაკულტურა და მცირე მასშტაბის ტურიზმია. ახლა დავბრუნდით ნავისტურიდან და გეტყვით ამ ადგილის შესახებ, სადაც ახლა ჩვენ ვიყოფებით. ეს არის ტონლეს საპის ტბა, რომელიც ორი განსაკუთრებული ფაქტით გამოირჩევა. პირველ რიგში ნაღვნიშნოთ ის, რომ ტონლეს საპი არის არა მხოლოდ კამბოჯაში, არამედ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დიდი მტკნარი ტბა. ხოლო მეორე გამორჩეული ფაქტი არის ის, რომ სეზონების მიხედვით იცვლება ტბის ფართობი და სიღრმე.
სეზონებში ამ შემთხვევაში არ გულისხმობ წლის სეზონებს, არამედ აქ არის ორი მთავარი სეზონი, გულისხმობ წვიმებისა და შალ სეზონს. შალ სეზონზე იმდენად იკლებს წყლის დონე, რომ წარმოიდგინეთ ამ ხელა ტბის მაქსიმალური სიღრმე ხანდახან მხოლოდ 1 მეტრია. ხოლო მას შემდეგაც მუსონური წვიმები დაიწყება და გამწყვეტილი წვიმს აქ ფართობ იზრდება 5ჯერ ხანდახან 6ჯერაც კი. მაგალითად გასულ წელს 2025 წელს შედარებით ადრე დაიწყო წვიმების სეზონი და წყლის ფართობი 6ჯერ გაიზარდა. ტბა არა მხოლოდ ეკოლოგიური საგანძური, არამედ ეროვნული საკვების უსაფრთხოების აუცილებელ რესურსადაც მიიჩნევა. წვიმის სეზონზე წყალდიდობა კვებავს არაჩვეულებრივად დიდ ეკოსისტემას. ტონლესაპის დატბორილი ტყეები და ჭაობები, სადაც ჩვენც გავიარეთ ნავით, ასობით თევზის სახეობის გამრავლების ადგილს წარმოადგენს და როგორც გითხარით, აქ ასობით სახეობის თევზი, ნიანგი, კუ, ფრინველი და იშვიათი ძუძუმწოვრები ბინადრობენ. რაც დამოკიდებულია ტბის მუდმივად ცვალებად გარემოზე. ახლა სადაც ვიმყოფებით, აქ გვაქვს დაახლოებით 20 წუთი. შეგვიძლია მივირთოთ ცივი სასმელები ან კერძები, მაგრამ იმდენად ცხელა მხოლოდ ცივი სასმლის დალევა თუ მინდება ასე ციცხეში. როგორც ვიცი, ასევე ნიანგებიც არის, ასე რომ ახლა გავისეირნებ, თუ ნიანგებს ნახავ, რა თქმა უნდა, ჩვენს გაჩვენებ. ტონლესაპის გარშემო მცხოვრები თემები თაობების განმავლობაში ეგუებოდნენ ტბის რიტმებს. მცურავი სოფლები, მაღალ ბოძებზე ნაშენი სახლები და მობილური დასახლებები წყლის დონის ცვალებადობასთან ერთად იცვლიან ადგილს, ამ ფორმას. მისი უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ტონლესაპი მზარდი გარემოს დაცვითი პრობლემების წინაშე დგას. გადამეტებული თევზჭერა, ბუნებრივი გარემოს ჰაბიტატის დაკარგვა, დაბინძურება და მდინარის ზემო დინებაში კაშხლების მშენებლობით გამოწვეული წყლის ნაკადის შემცირება საფრთხეს უქმნის ტბის ეკოსისტემას. კლიმატის ცვლილება ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან გავლენას ახდენს ნალექების რაოდენობასა და წყლის მარაგზე. კონსერვაციისკენ მიმართული ძალისხმევა, მათ შორის იუნესკოს მიერ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭება, სწორედ ამ უნიკალური ეკოსისტემის დაცვას ისახავს მიზნად. ეს თავის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის, რომელთა ყოველდღიურობაც პირდაპირ ამ ტბაზეა დამოკიდებული. ძალიან საინტერესო სოფლის ნახვის შემდეგ გამოვედით ღია ტბაში, რომ ლამაზი ხედები დამდგარიყავით მზის ჩასვლით და უნდა ვთქვათ, რომ მართლაც გამორჩეული მზის ჩასვლა იყო. როდესაც მზის ჩასვლის ტურებს ვიღებ ხოლმე, ძირითადად მაინც იმედი მიცრუდება ხოლმე, ვინაიდან ბევრად კარგი ფოტო-ვიდეო აქვს ვიდრე რეალობაშია ხოლმე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ ისეთი სიმშვიდე იყო და ესეთი ლამაზი მზის ჩასვლა, რომ ნამდვილად ღირდა ამ ტურში წამოსვლა. დღევანდელი გადაცემა ამით სრულდება. შემდეგ გადაცემაში კი კამბოჯის ერთ-ერთ საკულტო ადგილს, ანგკორ ვატის კომპლექსს გავეცნობთ. არ გამოტოვოთ.